მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ ელენი და თქვენ მოხთ ელენიკო და ლუკასას და დღეს მე უნდა ვითამაშოთ 99 in the forest team. გავჩნდეთ. მოკლედ მეგობრებო, დავსპაუნდით უკვე. ეხლა უნდა მოვჩეხოთ ხე, რომ შემდგომ დავართოთ კოცონი. ცეცხლის შემდგომ კი უკვე წავიდით ჩესტებზე, ცოტა ვიშოთ ბევრი აიტემი და შემდგომ უკვე დავიწყოთ კარგი თამაში, ესე ვთქვათ. ამიტომ ახლა ვჩეხოთ რაც შეიძლება მეტი ხეს, რომ 1-5 ცალი მაინც ამიგროვდეს ამ ქისაში და წავიღებთ მოკლედ და ჩავყრით აქ. 100-მდე მინდა ავავსო, მაგრამ აქამდე მინდა რომ ჩავხრახნო ასევე ხე, იმიტომ რომ მაპი ავაშენო, რომ შემდგომ გამოგვადგება რაღაცების მოკლედ მეგობრებო, დავამზადეთ ესეთი მაპი. ჯერჯერობით არ არის გადიდებული, მაგრამ მოდი წავიდით მაინც იქნებ რამე ვიშოვოთ. მოკლედ მეგობრებო, ავდივარ ხა ზემოთ, იქნებ იყოს რამე ჩესტი და ამ ჩესტში რამე ისეთი მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც გამომადგება შემდგომ რომ პირველი ბავშვი გადავარჩინო, მოკლედ, ბღავის. ამიტომ ავიღოთ ხა ჩვენ ეს რელოვერის ზემოს ტყუები. ეხლა კი გავხსნათ ჩესტი, მიდია ის ყვავილები არა, ის ყვავილების რაღაცა არა. Yes. Good ახე. Akse. არ ვიცი როგორ ეძახი. მოკლედ ძალიან გამიხარდა და ავიღებ ხა ამას და ხო სხვადასხვა ხებსაც ავიღებ, მაგრამ მაქამდე ეს გელი გამომეკიდა. მოდი მოვკლავ, იმიტომ რომ ხების აღება მინდა, კარგი აქსესუარიც გვაქვს და წავით ხა შეავიღოთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ხების ჩეხოს და პირდაპირ ესე რომ ხვდება, ძალიან კარგია. ამ ხორცს კიდე ხვალ დილით დაუბრუნდები. მოკლედ მეგობრებო, დაუბრუნდით ამ ჩვენს ხორცს, ავიღოთ სამივე, ეხლა კიდე წავიდეთ სახლში, რომ შევწვათ და გქონდეს საჭმელი რამე. ხო ახლავე ინფო მომწერეს, რომ დაბრუნდა გამყიდველი, დღეს არის მოკლედ და რა შეგვიძლია წასვლათ, უქოინებს ავაგროვებ და რა ვიცი, ძალიან კარგი. მოკლედ ეხლა წავიდეთ, მოვძებნოთ რამესეთი აიტემები, აი მაგალითად ნახშირი გვაქვს აქ და ეს ნახშირი რა თქმა უნდა ავიღოთ, წავიდეთ ეხლა იქეთ, აქ ვიყავით როგორც მახსოვს და მოდი შევიდეთ ეხლა ამ სახლში და გონი აქ მგლები არის, მაგრამ არა უშავს. ჩვენ ძალიან კარგი აქსესუარი გვაქვს და სიცოცხლეც გვაქვს მაღალ HP-ზე ავსებული. მოკლედ ჩესტი გავხსნათ, მოდი პირველი შეოღო და ყვავილების დათესვის რაღაც ყუთი არა. და რა თქმა უნდა, რაც არ მინდა და ის ამომივიდა. ავიღოთ მოკლედ ჩვენ ეს ფოლადების კამებიც ავიღოთ. მოკლედ, რადგან 5 ცალი ნივთის აღება შემიძლია მხოლოდ და ჩადება, მაგის გამო რაღაცები გადავაგე, რაღაცები ვერ წამოვიღე, რაღაცები წამოვიღე და რაც წამოვიღე, ახლა მოკლედ შევაგდებ ცეცხლში, ან ჩავხრახნი და იქნებ რამე დავამზადოთ. ეს მოდი ამ ნახშირს შევინახავ, იმიტომ რომ გამომადგება. ხეებთან დავდებ და კიდე რაღაც ფოლადები, კიდე ერთი ნახშირი, რაღაცები წამოვიღე და მოკლედ ჩავხრახნი და რაღაცას კიდე დავკრავთავ. მოკლედ მეგობრებო, განვაახლე ჩვენი crafting table-ი, მოკლედ ეგრევე ვეძახი. და მოდი ჭამოთ ხა საჭმელი. მე სუმერევა სულ ამ პარკში ვდებ. პარკს ვეძახი, სულ ამ პარკში ვდებ შემთხვევით, საჭმელს და ავჭამ. ხო, მოკლედ. აქ გვაქვს სტატუა, მოდი სტატუას შევჭამოთ და დაღამდა და ეხლა დაველოდები, როდის გათენდება და შევხედავ ერთი ეს დამზადება შეგვიძლია. მოკლედ მეგობრებო, ეს მასივარი დავკრავთე და მოდი დავდგათ აი აქ მაპთან ახლოს. მგონი კარგად დავდგე და ეხლა ეს საჭმელები ავიღო და ჩავალგოთ ამ მასივარში. მოკლედ მეგობრებო, რამდენი რამე ავიღე, ეხლა მინდა გამოვალაგო და რამე სიცისული დავტოვო და რაც მაქვს მოკლედ და ეს ფოლადები წამოვიღო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცებია, მაგრამ ყველაფერი მომწონს რაც აქ მეძო, ამიტომ ყველაფერს წამოვიღებ აბსოლუტურად, ახაც კიდევ ნახე ფოლადი, მაგრამ მივატოვე, რადგან ადგილი აღარ მაქვს და ვეღარ წამოვიღებ. როგორც ხა ქუალი მომაკ. მოკლედ წავიდეთ ეხლა ჩავხრახნოთ ეს ქუალი ცეცხლში შევაგდოთ, ან შევინახოთ ღამისთვის და მოკლედ ხების მოჭეხვა მგონი აღარ დაგჭირდება ცოტა ხნით. მოკლედ მეგობრებო, ბულტ კომპასი და ბლუპრინტი დავამზადე და რა ვიცი, ხარ გავაკეთოთ. ბოლოდ ვიდეოით, იმიტომ რომ მეგონი ღამდება. არ ღამდება, დილა ჯერ კიდე. მოკლედ საწოლიც დავამზადეთ, რეგულარული საწოლია, მაგრამ მაინც მოგომატებს დღეებს. ხო და ეხლა მინდა რომ გადავარჩინო ბავშვი და თან მინდა რომ არ მოვკვდე ამ ბავშვის გადარჩენაში, თორე არ მინდა რომ ძალიან ცოტა დღე მქონდეს ნათამაშები თან ვიდეოს გადაღებული. მინდა რომ ავიდე 99 დღეზე, ხო და ეხლა მოდი საჭმელი მოვიმარაგოთ, იმიტომ რომ სადაც დაღამდება 30 წამი დარჩა და
დაღამდე მომოკლეთ და მოიყოთ საჭმელი მე დამჭირდება. აქ მეგონი შემოსული ვიყავი. კარები ღია კეჩესტიც გახსნელია. ამიტომ წამოვედით ახლა აქეთ. მაპი არ არის საერთოდ გადდებული და არ ვიცი რა ჭირს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ავავსე. აი, ფოლადი იყო, მაგრამ მოუარიგვეთ, იმიტომ რომ ძალიან მიშინია, როცა ღამდება, აი, ვინმე არ შემოვიწვას ერთი და ამიტომ წავედით ჩვენი ბაზისკენ. სადღაც ღრმა ტყეში ბღავოდა ერთი ბავშვი. მოკლედ იხარ დავამზადო შევსაღობი საშუალება, მაგრამ ჯერ არაფერი არ მაქვს, ყველაფერი დავხარჯე, რაც მქონდა საწოლებში და რაღაც კომპასებში. ამიტომ ხვალ დილით ადგები, წავალ, დაველოდები ჯერჯერობით და მეგობრებო, რამე ცუდი ხმა თუ გესმით, რემონტია გვერდითა სახლში და მაგიტო ისმის, მაგრამ ვიდეო არ გადავდი ამ რემონტის გამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს და მაგიტო გადავწყვიტე რომ მოკლედ გავაგრძელო ეს თემატიკის ვიდეოები. მოკლედ ორი დღე მოგომატა, ერთი საწოლის გამო და ერთი ჩემს გამო მოკლედ. აქ ყავს ძალიან ბევრი მგელი, ერთი იდეა მაქვს რომ გავიქცევი და წამომყვებიან. აი მე სიცოცხლე დამაკლო. ვაიმე რატო ჩავხტე? ხელები მიკანკალებს და ვეღარ ვამოძრავ. ვაიმე. მოკლედ. ვაიმე. გავიქცეთ, მან დავარტყა. არა, გაიქცი, გამიჭედა. მოუკვდი. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო სულ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამილაიქეთ და ასევე დამიკომენტარეთ, გსურთ თუ არა, აი ესეთი ვიდეოები გადავიღო. მათ შორის ასევე მინდა გადავიღო 1 საათი 1919 The Forest-ის სერია, ან შეიძლება რამე Roblox-ის სხვა თამაშიც კი ვითამაშო და დავანებო თავი 1919 The Forest-ი, იმიტომ რომ უკვე მე-13 თუ მე-4 სერია გამოვიდა, ზუსტად არ მახსოვს. ხო, მოკლედ ეს იყო ყველაზე მოკლე ეპიზოდი ჩემი YouTube-ის ისტორიაში, როცა ვთამაშობ რაღაცა games, ასევე 1919 The Forest-ის ისტორიაში, ალბათ მთელი YouTube-ზე, იმიტომ მე 5 დღის მოვკვდე, მაგრამ მაინც მინდოდა ამ ვიდეოს დადება. ხო, მე კიდე შეგახსენებთ, რომ 900 გამომწერზე 30 Robux ვთამაშებ, ამიტომ წესები არის ის, რომ დამიმატოთ. ამ დღის მერე როცა თქვი რომ დამიმატეთ, მე ძალიან ბევრი ხახმა დამიმატა და ყველას გიმატეთ და ნუ შეგეჩინებათ ყველას ჩავწერე აბსოლუტურად სპინში და დაგატრიალებთ 900 გამომწერს და აუცილებლად ვიღაც ერთ გამარჯვებულს, რომელიც ამოვა იღბარით, აუცილებლად გადავცემ 30 Robux. ხოლო მე უკვე რაც 1000 გამომწერზე მოხდება, გეტყვით მაშინ. იმ გათამაშების ვიდეოში, რომ როდესაც 30 Robux გავათამაშე, იმიტომ ძალიან მაგარი გათამაშებები გელოდება და მოკლედ ეს არის და ეს. ეხლა დაგემშვიდობებით. შეხვედრამდე.